სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. თქვენ თუ დააკვირდით, მე დავით წაიკითხა 60-ში ასეთი სიტყვები. პავლე მოციქული ამბობს, რომ უკვე თუ კაცთაღა სათნო ვეყოფოდე, ღვთისა მონა აღარა ვარო, ქრისტეს მონა აღარა ვარო. ანუ თუ ადამიანებსო სათნო ვეყოფიო, მაშინ ქრისტეს მონა აღარა ვარ. სათნო ვეყოფი რას ნიშნავს? რა გაგებით ამბობს, რომ ზოგადად ახლა ქრისტიანი ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ ღმერთსაც სათნო ეყოს, ანუ თავი მოაწონოს, ესე რომ ვთქვათ, უფრო მარტივად და ადამიანებსაც სათნო ეყოს, რომ ახლა ადამიანი რო შემოქმედავს, უნდა მოსწონდეს ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი საქციელი, ჩვენი სიტყვა, ჩვენი სიარული თუ ჩვენი სუფრასთან ჯდომა თუ ყველაფერი უნდა მოზომილი იყოს და მოსწონდეს. მაგრამ აქ საუბარი რაზეა? აქ არის საუბარი იმაზე, რომ ზოგჯერ არა იშვიათად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი რაღაცას გააკეთებს ისეც, რომ ადამიანს მოაწონოს, თუნდაც სინდისის საწინააღმდეგო იყოს. აი მაგალითისთვის ვიტყვი ახლა, უფრო კარგად გასაგები რო იყოს. აი მით უფრო ახლა რადგან სოფელში ვართ, აქ არის ხოლმე ესეთი გაუღმართებული დამოკიდებულება, რომ დაუშვათ მარხვაში ვიღაც გარდაიცვალა და მარხვაში უწევს უეჭველად, რომ გაკეთდეს ელეხის სუფრა. და ხა მორწმუნე ადამიანსაც კი სამწუხაროდ უჭირს, რომ გააკეთოს სამარხვოდ. იმიტომ რომ აი რასაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ადამიანებს უნდა რომ სათნო ეყოს. რომ რას იტყვიან მერე. ხორცი თუ არ არის სუფრაზე, მერე მეზობელი რას იტყვის და რომელი მეზობელი, რომელსაც სულ არ აინტერესებს ღმერთი რას იტყვის. და ჩვენ მაინც ვწდუნდებით, ვწდებით და ვაკეთებთ იმის საამებლად, რომ იმან არაფერი თქვას, εμან ჩვენზე ცუდი. არა და რაც ღვთის წინაშე სწორია, კი ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ. და ეხლა აი უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ რა, ჩვენ რომ ღვთის წინაშე წარსდგებით და დავით თუ ქრისტიანს ეს არ აჯერავს, რომ ღვთის წინაშე წარსდგება რანაირი ქრისტიანი და რომ წარსდგებით, რა უთხრათ მე ჩვენი მეზობელი ესა და ეს, აბა ხორცი უყარდაო და როგორ არ დამეხვედრებინაო? ხო არ არის სწორი დამოკიდებულება. მით უმეტეს მორწმუნე ოჯახმა, ეს უბრალოდ ერთი მაგალითია, თორე ესეთი მრავალი. მორწმუნე ოჯახმა უნდა გააკეთოს ისე, როგორც ღვთის წინაშე სწორია. ურწმუნო რომ მოვა და დაინახავს, რომ აქ თურმე სამარხვოდ კეთდება, იმასაც რომ ვინმე გარდაეცვალოს, ეცოდინება მაინც როგორ უნდა გააკეთოს თვითონაც. ანუ მაგალითი ექნება მორწმუნე ოჯახისგან. და თუ მორწმუნე გაითვალისწინებს იმის ურწმუნოებას და მაინც არასახთოდ გააკეთებს რაღაცას, ხო? მაშინ იმასაც რომ ვინმე გარდაეცვლება, იტყვის, რომ აი მორწმუნე ოჯახმა მარხვაშიც ხსნილი გააკეთა ესე სუფრა და ჩვენ რა მოგვეკითხება. და ნახეთ რა ხდება, უკვე ჩვენ ვიღაცა ქრისტესკენ მიმავალ გზაზე დავაბკოლეთ. ჩვენ არ მივეცით სწორი მაგალითი. და უფალი რას ამბობს, რომ ვინც ერთი ჩემსკენ მომავალი დააბრკოლოსო, მისთვის ჯობდა 2 წისქვილის ქვა მოებათო, ქედზეო, კისერზეო და ზღვაში ჩაეგდოთ. წარმოიდგინეთ, აი როგორი ამბავია. და აი რატო ამბობს მოციქული პავლე, რომ თუ ადამიანებს სათნო ეყოფ, მაშინ ქრისტეს მონა აღარა ვარ. თუ ჩვენ ადამიანებს გავითვალისწინებთ, ისე რომ საღვთო კანონს სინდის გვერდზე გადავწევთ, მაშინ უკვე ჩვენ ღვთის მონები აღარა ვართ. აღარაფერს ვამბობ ღვთის შვილობაზე. იმიტომ რომ შვილი მამას უნდა უჯერებდეს ხომართალი. ჩვენ აი თუ გვაქვს განცდა იმისა, რომ ღვთის შვილები ვართ, მაშინ ის განცდა უნდა გქონდეს, რომ მამა რასაც გვეუბნება, ის უნდა განუხრელად ეცადო რომ გააკეთო. ეხლა ოჯახში აბა აი მამა არის ხო, რა ჯობია მისმა შვილმა ამის ნათქვამი გაითვალისწინოს თუ მეზობელი რასაც ეუბნება.
სულაც აი ადამიანურ დონეზეც ხო ეგრეა. ახლა ჩვენ მე მამაჩემის ნათქვამი უნდა გავითვალისწინოთ, თუ მეზობელი რაღაც მეუბნება. თან მამა მეუბნება ისეთ რაღაცას, რაც ჩემთვის უკეთესია. ახლა ღმერთი გეუბნება ამას, რომ შენ თუ შვილი ხარ ღმერთისა, მაშინ აი ესე გააკეთე. ეს მარტო ახლა ქელეხის სუფრას კი არ ეხება, ყველა სფეროს ეხება. რაშიც ჩვენ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ სინდისი დაგვიმძიმდეს. და ამიტომაც აი ჩვენ თუ გვინდა რომ ღვთის შვილები ვიყოთ, ღვთის მონები ვიყოთ, ღვთის ფარაში ვიყოთ და არა ამ ფარის გარეთ, მაშინ უნდა ვეცოდოთ, რომ ღმერთს სათნო ვეყოთ. მინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს აეუბნება, იქ მონასტერში დედებს ელაპარაკებოდა და ასეთ რამეს ამბობდა, რომ თუ მონაზონი დედაო, ანუ გალობლებზე იყო ლაპარაკი, რომ დაუშვათ როგორ უნდა იგალობოს. თუ აი დაუშვათ რომელიმე მგალობელი, მან მოდი ჩვენზე ვიტყვი უფრო გასაგები იყოს, დაუშვათ აი ნათია მე დავიტყვი. თუ ნათია ეცდება რომ მოძღვარს მოაწონოს მის მიერ წაკითხული, არა? ან ხალხს მოაწონოს. ესეთი არც ღმერთს არ მოეწონება, არც მოძღვარს და არც ხალხს. თუ აი რაღაცა ეცდება ადამიანი, რა იმსახურობს, გალობს თუ მე დავითნეობს თუ იქაროს თუ მე როგორც მღვდელი, რომ ვინმეს მოვაწონო თავი, აი რა კარგად, აი პირჯვარი რა კარგად გადავიწერე, აი რა კარგად თქვი ეს რაღაცა, რა კარგად ვიგალობე. ეგეთი არც ღმერთს მოეწონება და არც ადამიანებს. მაგრამ თუ ეს მონაზონია ეცდება რომ ღმერთს მოაწონოს მისი გალობითო, რა შემთხვევაში მოაწონებს, როცა გალობასთან ერთად თან ილოცებს, ანუ ღმერთზე იფიქრებს. მაშინ ღმერთსაც მოეწონებაო, წინა მძღვარსაცო და იქაც ადამიანების სარგებელს მიიღებენ. და ეს არის ყველა შემთხვევაში, ესე იგი ადამიანი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას როგორ უნდა იღებდეს, ამოსავალი წერტილი რა უნდა იყოს, როგორ მოეწონება ეს ღმერთს. და როგორც ღმერთს მოეწონება, ის მერე ადამიანებსაც მოეწონება, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც ღვთისმოსაობით ცხოვრობს და სხვისი აზრი აბარაში გვაინტერესებს. ამიტომ აი ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ სადაც იქ არჩევანის წინაშე ვდგებით, არჩევანი გავაკეთოთ იმაზე, რომ ვის წინაშეც საბოლოოდ უნდა წავდგეთ და განვიკითხოთ, არა ჩვენი საქმეების და სიტყვების თუ ფიქრების გამო, მას როგორ სათნო ეყოფა ჩვენი ესა თუ ის ქმედება და რამდენად შესაბამისობაში იქნება ღვთის მცნებასთან. ერთმა დალოცული და გახარებულები გამყოთ.